კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. გასაგებია ეს არ არის დაუშვათ რაღაც ველოსიპედი, რომელსაც ახლა იგონებენ ყველა ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც დაამყაროს არალეგიტიმური ძალაუფლება, მოსპოს არჩევნები, როგორც დემოკრატიის მთავარი ფუნდამენტური საკითხი, იგზავადოს საკუთარ მოქალაქეებზე, შეავიწროს თავისუფალი სიტყვა, აზრი, თავისუფალი ესე ვთქვათ ტრიბუნა შეზღუდოს და შეზღუდოს მათ შორის საერთოდ არჩევნების ასე ვთქვათ თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, მოელის ყველა ასეთ რეჟიმს ერთი და იგივე ბერკეტებით, რომელიც ეფექტურია, გამოცდილი და აპრობირებულია მთელი დასავლური დემოკრატიული საზოგადოება დაიცავს იმ მოქალაქეების ინტერესებს, რომლებსაც სურთ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, რომ ყავდნენ მოქალაქეები, რომლებსაც სურთ ავტოკრატიაში და დიქტატურაში ცხოვრება, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, შეიძლება ესეთი მკაფიო პოზიცია არავის დაეჭირა მათ შორის რეჟიმზე და რეჟიმის წარმომადგენლებზე პასუხისმგებლობის დაკისრების თვალსაზრისით. ეხლა რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები ძალიან მკაფიოდ პოზიციას აფიქსირებენ, რომ დიახ, ეს არის ანტიდემოკრატიული, ავტოკრატიული მმართველობის საფუძვლის ჩაყრა და რა თქმა უნდა, ამას ექნება შესაბამისი ადეკვატური რეაგირება დასავლური დემოკრატიული განვითარებული სახელმწიფოებიდან და ეს პასუხისმგებლობა დაეკისრება არა ქართულ ხალხს, არა იმ ადამიანებს, რომლებიც დაუღალავად უკვე თითქმის 140 დღეა იბრძვიან ამ ქვეყნის მომავლისათვის, არამედ დაეკისრება შემოქმედებს და იმ ადამიანებს, ვინც ცდილობს ამ ქვეყანაში ამ ადამიანების, მისი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ამოცანა და პოლიტიკური დაკვეთა შეზღუდოს, ჩაქოლოს და თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები აწარმოოს. ეს არის ამის ესე ვთქვათ შეფასება, თუ შეიძლება ესე ითქვას, ეს არ არის ბუნებრივია პირველი შემთხვევა, მაგრამ არის ერთ-ერთი პირველი ფინანსური თვალსაზრისით განხორციელებული სანქციები, რომელიც ზღუდავს ამ ადამიანების ფინანსურ შესაძლებლობებს, ხომ? იმიტომ რომ საქართველოში ერთ-ერთი ესე ვთქვათ მთავარი რეჟიმის მდგრადობის შენარჩუნების საშუალებაა სწორედ ფინანსური რესურსი და ოცნების ის სპონსორები, რომლებიც ესე ვთქვათ ამ რეჟიმს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ეხმარებიან. ამიტომ ეხლა სასწორზე უნდა დადგეს ამ სპონსორების პერსონალური ინტერესები და ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ შეიძლება დაეკისრონ თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე და ბუნებრივია ასე ვთქვათ, საბოლოო ჯამში, როდესაც ეს სანქციების არეალი დაიზრდება, კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება, მათ შორის დაეკისრება სპონსორებსაც და შეეზღუდებათ მათ თავიანთი ინტერესების განხორციელების შესაძლებლობა, ეს გავლენას მოახდენს და უკვე ახდენს ამ თვალსაზრისით რეჟიმის მდგრადობაზე. ეს არის, ესე ვთქვათ, ძალიან ზედაპირულად და მარტივად რომ შევაფასოთ. ჩვენ ბევრჯერ გვითხოვს, რომ ეს არ ნიშნავს ჯერ ერთი ის, რომ ეს რა თქმა უნდა ის რომ სანქციების პოლიტიკა არის ესეთი თანმიმდევრული, ესეთი განგრძობადი, არაღიარების პოლიტიკასთან ერთად, ეს არის პირველ რიგში ქართული საზოგადოების დამსახურება ბუნებრივია, მათი გაუტეხილობის დამსახურება ცხადია და ამავდროულად ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლა ჩვენ გულხელდაკრეფილები ვიყოთ, ჩვენ უნდა დავაგრძელოთ ეს გრძელვადიანი და თანმიმდევრული ბრძოლა ამ ქვეყნის თავისუფლებისათვის და ამ ბრძოლას აუცილებლად ექნება ისეთივე შედეგები და კიდევ უფრო მთავარია, რომ ის ორი ამოცანა, რაც დგას ქვეყნის ევროპულ მომავლის დაბრუნება ქვეყნისათვის დემოკრატიული ინსტიტუტების და დემოკრატიულ ჩარჩოში მისი განვითარების პროცესის დაბრუნება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებლად იქნება მიღწეული. ხო, მაგრამ ხელისუფლება ამბობს, რომ მაგალითად აჭარის ხელმძღვანელად დანიშნეს მთავრობის თავმჯდომარედ თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც ასევე დასანქცირებული იყო და ის ამბობს, რომ არა პრობლემა არ არის, არც მას არ აქვს პრობლემა, არც მურუსიძეს ექნება და არავის პრემიერმა თქვა, როგორც იღებდა ხელფას, ისე მშვენივრად აიღებს, ანუ რაღაც ახლა ეს სანქციები რომ მათზე რამენერად მოქმედებს, კი ბარათი შეიძლება დაებლოკა, მაგრამ სხვა ბარათი ექნებათ და რაღაც ხვრელები არსებობს, როგორც ხვდები. არა, ხვრელები ახლა ყველგან არსებობს, ხო, იდეალური რაღაც არაფერი არ არის, ესეთი ხარვეზები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, იმის საარგუმენტოდ რომ მათ ეს არ აწუხებთ მათივე განცხადებებს მოყვანა, ახლა სიმართლე გითხრათ არ მგონია მაინდა-მაინც ეფექტური და სწორი, იმიტომ რომ რეჟიმი, რომელსაც მთავარ ამოცანად დღეს აქვს აი ამ
თავისი რეჟიმის მდგრადობის შენარჩუნება, საკუთარი თავის მდგრადობის შენარჩუნება, ბუნებრივია არ გააკეთებს ამ მიზნის საწინააღმდეგო განცხადებას. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ შე, რომ გამოსულიყო ესე ვთქვათ, მურუსიძე და თავისი ცნობების საუბარი არის იმაზე, რომ რეალურად აწუხებთ მათ ეს თუ არ აწუხებთ, რეალურად მოქმედებს მათზე თუ არ მოქმედებს. მართლაც აგერ კაცმა გამოვიდა და რა თქმა უნდა ის არ იტყოდა ღიად თავის რეალურ პოზიციას და თქვა რომ აი სოფელში წავალო და იგავაგზელებს საქმეს ხო, მაგრამ სინამდვილე რაშია? სინამდვილე არის იმაში, რომ ისეთი ადამიანები, პერსონები, რომლებიც წარმოადგენენ ოცნების პროპაგანდისტებს და დამფინანსებელს, მაგალითად, როგორც არის რუხხაძე, რომელსაც ძალიან სერიოზული ფინანსური აქტივები, ისე როგორც ფინანსური კონტრაქტები აქვს გაერთიანებულ სამეფოში, ისეთივე, ესე ვთქვათ, ინტერესები, როგორც მაგალითად ივანიშვილს აქვს ოფშორებში, სადაც ბრიტანეთის გავლენა პრაქტიკულად ყველა ოფშორში არის მაღალი და პირდაპირ, ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა, მისთვის ეს სანქციები არ არის, ესე ვთქვათ, მარტივი გადასატანი და არ არის რაც მთავარია ისეთი რამ, რასაც რაიმე ტიპის, აი, ხარვეზზე რო საუბრობთ თქვენ ან გვერდისავლის საშუალებებზე, იმ მასშტაბში გამოიყენებს, რომ მან ფინანსური ზიანი ან ამ ადამიანებმა ფინანსური ზიანი და სერიოზული დარტყმა არ მიიღონ. ამიტომაც ამას მათი სიტყვებით კი არ უნდა ვაძლევდეთ შეფასებას, მათი ქმედებებით უნდა ვაძლევდეთ შეფასებას. ეს ადამიანები ყოველი ესეთი გადაწყვეტილების შემდეგ გამოდიან და ცდილობენ მთლიანად მოახდინონ დისკრედიტაცია ამ სახელმწიფოების. მე გახსოვს ძალიან კარგად, როდესაც პირველად გაჟღერდა ბრიტანეთის პალატაში ასე ვთქვათ, საუბარი სანქციებზე, რამხელა რეზონანსი გამოიწვია ამან ქართული ოცნების რიგებში და როგორი თავდასხმები განაპირობა. იგივე იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც, როდესაც იქაც მეგობარი აქტის სერიოზული, ესე ვთქვათ, შემდგომი ეტაპი დაიწყება განხილვის, იგივე იქნება დიდ ბრიტანეთის სადაც გაგრძელდება და იგივე იქნება ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებში საბოლოო ჯამში. როგორც პარალელურად ამ სახელმწიფოებში ჩამოყალიბდა ერთიანი პოზიცია, ესე ვთქვათ, ამ ხელისუფლების ეგრეთ წოდებული მხრიდან არჩევნების მოპარვასთან დაკავშირებით, ზუსტად იგივე ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბდება საბოლოო ჯამში და რა თქმა უნდა, ამას ექნება რეჟიმის სპონსორებზედაც ივანიშვილზეც ქართული ოცნების რიგებში ესე აღმოცენებული მილიონერების ფინანსურ ინტერესებზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავარი საკითხი აქ არის პერსონალური ინტერესისა და პასუხისმგებლობის ზომის ერთ სასწორზე დადება და მე ვწონეთ როგორც კი ეს ესე ვთქვათ პროცესი თავის ლოგიკურ გაგრძელებაში გადავა ეტაპში ესე ვთქვათ ესე არ დაიწყება ადამიანების ეგრეთ წოდებულ უკაცრავად ამ გამოთქმის ყანყალი რეჟიმის ერთგულებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით იმ საპროტესტო მუხტის და განწყობის კვალ-დაკვალ უნდა მოხდეს ეს, რომელიც ეს საზოგადოებაში არსებობს, მიუხედავად მისი ჩახშობის არაერთი მცდელობის. გასაგებია და ბოლოს ის თემა, რაც დავაანონსეთ, რომ გახარია დაიბარეს თქვენი პარტიის ლიდერი თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე, როგორც ვიცით, 20 ივნისის თემაზე. მიიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ მივა თუ არ მივა, თუ ჯერჯერობით უცნობია კვლავ ეს? ხო, პირველ რიგში ეს არ არის ისეთი საკითხი, ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე, რომელზედაც ესე მივიღეთ გადაწყვეტილების ფორმატში, ანუ კოლექტიურად რაღაც გადაწყვეტილების ფორმატში შეიძლება იქნას საუბარი, ეს არის ინდივიდუალურად გიორგი გახარიას გადასაწყვეტი, თქვენ თუ მეკითხებით ინდივიდუალურად ჩემ ან გუნდის სხვა წევრების პოზიციას, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სასახა პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის და კიდევ ერთხელ ესეც რომ არის, აქაც არაფერია გასაკვირი, იმიტომ რომ ეს არ არის კოლექტიურად მისაღები გადაწყვეტილება და რაც მთავარია, ამაზე ბევრი სხვადასხვა სპეკულაცია და ეს უფრო ინტერპრეტაცია მოვისმინეთ, რომ აი უნდა სხვადასხვა დღესაც, როცა დღეს დადასტურდა ის რომ დაიბარეს გიორგი გახარია კომისიაზე, ესე ვთქვათ, ბევრი სხვადასხვა მოსაზრება მოვისმინეთ, სხვადასხვა პლატფორმიდან, სოციალური ქსელებიდან თუ სხვა ხო საზოგადოების ნაწილი დიდი ნაწილი სხვათა შორის თulis უნდა დივიდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ეს არ არის არც საზოგადოების ესე ვთქვათ ამ შემთხვევაში კონკრეტული ნაწილის ან კოლექტიურად რომელიმე ორგანოს თუ რომელიმე ერთობის თუ პლატფორმის გადასაწყვეტი, ეს არის ინდივიდუალური გიორგი გახარიას გადაწყვეტილება და არანაირი ესე ვთქვათ კონტექსტუალურად ამასთან დაკავშირებით რაღაცა სივრცე ლეგიტიმაცია არალეგიტიმაციის კონტექსტთან ამას არ აქვს. ეს ნაწილიც ამ ნაწილზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და ეს ცხადად დასტურდება სხვა ბევრი მსგავსი ტიპის მაგალითები, ხო იქნება ეს რუსეთის სასამართლოში ჯარიმების საკითხი და იქ ოპოზიციის და ჩვენი მათ შორის წარმომადგენლობა ეს ასევე დასტურდება იგივე
პარლამენტის кейსებით, ხო, ამ შემთხვევაში მანდატების ნაწილზე, რომ ამ პროცესებს ზოგადად არანაირი ასე ვთქვათ, კავშირი ლეგიტიმაციის საკითხთან არ აქვს და მეტიც მე ამ შემთხვევაში სხვა პრიზმიდანაც შემიძლია ეს საკითხი დავსვა. ჩვენ და ნუ ამ შემთხვევაში გიორგი ახარეს არაფერი დასამალი არ აქვს და ფორმატს და მნიშვნელობას არანაირი ესე ვთქვათ ფორმატს და ესე ვთქვათ ადგილს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ცხადია და ამასთან ერთად კიდევ ერთხელ გამეორდები ჩვენ გადაწყვეტილების მიუხედავად, როგორც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება და მე არ მაქვს არანაირი ესე ვთქვათ ეხა პოზიცია რომ თქვა რომ მივა ან არ მივა ეს მისი გადასაწყვეტია, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ კომისიის, რომელიც ეგრეთ წოდებული ნაცების გასამართლების მიზნით შეიქმნა და ნახევარს სიმართლეს უყვებიან, მარტო მიშას ნაცებს იბარებენ ამ ნაწილში და ბიზნეს ნაცებს არ იბარებენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ პოზიციის მიუხედავად ნახევარის სიმართლის თქმის არ დაშვების პოლიტიკას და გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სრული სიმართლის მიწოდებას ამ საკითხებთან დაკავშირებით. თქვენი პირადი პოზიცია როგორია? ჩემი პირადი პოზიცია, რა მნიშვნელობა აქვს ჩემი პირადი პოზიციას, რა რჩევას აძლევთ? ეხლა მე რამდენიმე თქვენი თანაგუნდელის მოსაზრება წავიკითხე, მაგალითად Facebook-ზე, რომ ისინი რჩევას აძლევენ ახარიას რომ მივიდეს. მე მაგალითად მგონია რომ უნდა მივიდეს. ვიღაცა შეიძლება მგონია რომ არ უნდა მივიდეს. გაჩნია ხო? ანუ ხა კიდევ რადგანაც ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს რომ ამის შესაბამისი ესე ვთქვათ პოზიცია. როდის გვეწოდინება? იმიტომ რომ და ეს ძალიან ხარჯდაბუნებრივიც არის. ბოდიში მე რა ვერ გავიგე. როდის გვეწოდინება მეთქი? ხო ამ დღეს ან ხვალ უნდა თქვას, ხო როგორც ვთქვი, როდის არის დაბარებული? მე დაბარებული მე მგონი 14 რიცხვია, თუ სწორად მახსოვს. მაგრამ გიორგი ამ წუთში საქართველოს არ არის და შესაბამისად მე მოკლებული ვარ იმის შესაძლებლობას, რომ გითხრათ ზუსტი თარიღიც მათ შორის როდის დააფიქსირებს. გასაგებია, მადლობა დიდი. ბექა ლილუაშვილი გვერდებოდა პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი.